ამით ხალხო მოგესალმები და მინდა გითხრათ რომ დღეს ძალიან საინტერესო მე ვფიქრობ მართლა კარგი საქმე გაკეთდა და აი მე სიამოვნა რომ ეს ინფორმაცია გავცე და ტოლვილებს აი დაახლოებით 23,000-მდე დევნილს უпростоრედ ოჯახს 23,000 ოჯახი სამზე რო გავამბობ საკმაოდ დიდი ციფრი გამოდის და მათ 200 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარება გაეცემა და ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ინფორმაცია ბევრი თქვენგანისთვის მით უმეტეს სამთარი დადგა და ეს დენისა და გაზის გადახდაში დაგეხმარება და ვფიქრობ ინტერესმოკლებული არ იქნება სხვა პრობლემებზე ზეითაც ჩვენ დღეს დევნილებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი და მათი მინისტრი ბატონი სოზარი გახდა ჩვენი სტუმარი მოხარული ვარ ჩემო სოზარო დამთახდი არა მართლა გამიხარდა რომ მოხვედი და მადლობა ამისათვის მე ასევე დიდი სიხარულით მინდა უთხრა ვაჟა-ფშაველას 42 მომაში მცხოვრებ დევნილებს აი ჩვენი პირველი საუბარი დღეს სწორედ ამაზე იყო და მე მოვიწვია და დამთახდა სოზარი და აი 42 ნომრის დევნილებსაც ეხლა ვეგეუბნებით რომ ყველაფერი კარგად არის და უახლოეს ხანებში თქვენი პრობლემა გაზიფიკაციასთან დაკავშირებით მოგვარდება ამაზე დეტალურად ალბათ ბატონი სოზარი საუბრებს და ეს ძალიან დიდი და კარგი საქმე გაკეთდა და მოდი ჩემო სოზარ ამაზეც გვისაუბრე იქ ქულებზეა რაღაც პრობლემა ამაზეც ვისაუბრო და თუ მენებას დამთავრდა არ დარწმუნებული ვარ დამთავრებას მეორე ბლოკი და მაყურებლებით შემოვიყანოთ იმიტომ რომ ბევრ კომპაქტურად ჩასახლებლებს ლოკალური პრობლემები აქვს და ეგება რაღაცა გავურკვიოთ მათაც მითხარი ეს როდის დადგინდა რომ 200 ლარიანი ოდენობის ერთჯერად დახმარებას გასცემდა რა რეზერვებიდან წამოვიდა ეს თანხა და რამდენად საკმარისი იქნება ამ ზამთრისთვის ეს დახმარება კიდევ ერთხელ მოგესალმები და მივესალმებ მაყურებლებს მადლობა ამოწვევისთვის ეს არის სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის დახმარება ოღონდ თუ კი სოციალურად დაუცველი ქულები არის 57,000 ჩვენ ავერეთ უფრო მაღალი 70,000 და იმის ქვემოთ ყველა მიიღებს ამ დახმარებას და 1 მარტის ჩათვლით მათ შეუძლიათ ეს დახმარება გამოიყენონ დენის და მხოლოდ და მხოლოდ დენის და გაზის დავალიანების დასაფარავად ანუ ეს არის განადაფინანსება გარკვეულად ეს არის ხო ჩვენი მხრიდან სახელმწიფო ამას ეხმარება რაც შეგეძლო დახმარების ზემოთ რაც თქვა იგივე სოციალურად დაუცველ საქმიან დაცვის სამინისტროდან დევნილის დახმარება არის ზემოთ არის ეს დახმარება და რა ვიცი მე მგონი დაეხმარება ძალიან ბევრ ადამიანს დაახლოებით 23,500-მდე ოჯახია 4,5 მილიონი არის ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტიდან გადის ეს თანხა და ნუ ეხლა ვაჟა-ფშაველაზე ლაპარაკავდი და ზოგადად აი ამ 2 თვის განმავლობაში პრაქტიკულად თითქმის საქართველოში ყველა ობიექტზე ვერ მოვასწრებდი ბუნებრივი ამასლას, მაგრამ უამრავ ობიექტზე ვიყავით და უამრავი ისეთი თემა დავძარით და წავიდა წინ, რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარება. მაგალითად, თქვა სენაკში ჩავდივარ, აბაში ჩავდივარ, აბაშაში ერთგან გადასაწყვეტია გაზის შეყვანის თემა, მეორეგან კანალიზაცია არ არის მოწესრიგებული, მესამედან წყლის პრობლემაა და თითქოს პატარ-პატარა, მაგრამ აი ამაზეა დამოკიდებული რამდენიმე ათეული ადამიანის ყოფა გაუსაზღვრისი და რომ ნორმალურზე გადავიდეთ ერთ პატარა თემის მოგვარებით და ძალიან დაძაბულ რეჟიმში გვიხდება მუშაობა ეს სამსახურები, ახალი თანამშრომლები და ძველებიც, რომლებიც დააგვხდნენ და რომლებიც ახლები მოვიდნენ, მუშაობდნენ მართლა 24 საათიან რეჟიმში, რომ ეს პროცედურები რაც შეიძლება სწრაფად გავიაროთ. ახლა მოგეხსენება პროცედურები ძალიან ხშირ შემთხვევაში მიაქვს დრო, მაგალითად გაზი გაქვს შესაყვანი, ხო? შეიძლება ძალიან მცირე თანხის თემაა, მაგრამ იქ პროექტირებაზე უნდა გამოცხადდეს ტენდერი. პროექტირება ტენდერი გამოცხადდება, ამას დრო მეაქვს, მე უნდა გამოცხადდეს ტენდერი, ვინ ჩაატარებს ამ სამუშაოს. ზოგიერთ მე მაგალითად შეიძლება ვფიქრობდე, რომ ჩქარა გავაკეთო ეს საქმე, იმიტომ რომ იმ დევნილებს ჩქარა დავეხმარო, მაგრამ მეორე დღეს მოგვადგებიან თქვენი კოლეგები და რატო ჯანჯილდება რა? თუ როცა კანონის დაცვით ვატარებთ, რატო ჯანჯილდება მაგალითად მოჩხუბებიან და თუ დაჩქარებული წესით წავთ, რატო დაჩქარებული წესით რაღაცა კორუფციას ხარ ქონდა ადგილი, ვინმეს ინტერესი ხარდა და ისე გვირჩევნია, თქვა 2 თვე, 3 თვე, მაგრამ ყველაფერი სრულად მოწესრიგებლად წავიდეს. თუმცა ზოგჯერ როცა ძალიან საჩქაროა, მაინც მივდივარ სწორედ აი ესეთი დაჩქარებული წესით, იმიტომ რომ ისევ დევნილის ინტერესიდან გამომდინარე და ესეთი საკითხები არის. აი რა მაინტერესებს? ბევრი თემა, რომელიც სულ მაინც მინდა ამას დაუბრუნდე ახლა, ნუ საშუალო სტატისტიკური არის 3.1 წევრია ოჯახისა ერთ ოჯახში, ნუ პირობითად ესეა გაყოფილი ოჯახების რაოდენობა
და აი 23000 ელემენტარულად სამზრო გავამბრალოთ, აგერ 70,000 კაცი მიიღებს დიდი საიტით მოცულობით. ეს ადრე აქცევდა, ეს ნოვაცია. ორი წელია შარშან. ეს ყოველწლიურად აძლევ დენის და გაცის სიმას თანადამფრობაში გავაკეთეთ ის რომ ის ზოგადი გათანაბრება იმის გამო რომ ადამიანი არის დევნილი ვთქვათ, ხო? ეს გათანაბრების პრინციპი უნდა ნელა ჩავანაცვლოთ საჭიროების პრინციპით. მაგალითად ადამიანი რომ გაჭირებულია იმას უფრო უნდა დავეხმაროთ და ეხლა როდესაც მოდის XP-ით ადამიანი და შემოახალხდება რომ პანჯარა ჩამიტყდა და მოვიდე სამინისტრო და ჩამისვას და იმ XP-ით 20-ში მისვლა მოსვლაში იმდენ ბენზინს ახალგაზრდას ნუ ახლა არ უსვამს მაგრამ ზოგადად აი ესეთი ძალიან ბევრია ესეთი ადამიანი. ეხლა არის მართლა უკიდურესად გაჭირებული და არის ადამიანი რომელიც პანჯარას არ ჩასვავს, გეუბნება რომ ცხოვრობა აი ამ ობიექტში რომელიც ჩემი არ არის, კეთილინება ნატურაც გამომიცვალე, პანჯარაც არასწორი მიდგომაა, და სწორედ ეს არასწორი მიდგომაა, თუ არა ეს მენტალური გარდატეხა რომ მოვახდინოთ, ამიტომ ახალი პროექტი შევიმუშავეთ, ერთწლიანი პროექტი გვაქვს და ამ ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ ოჯახს, რომელიც დღეს ცხოვრობს თქვა სახელმწიფო საკუთრებაში, ან შეიძლება კერძო საკუთრებაში გამოჩნდება საჭიროებს, მივდივართ იმაზე, რომ დაახლოებით 10000 ოჯახიანი პროგრამა გვაქვს, რომელიც ამ ერთ წელიწადში გახდება მესაკუთრე. იქნება ისეთივე მესაკუთრე, როგორც არის ნებისმიერი არადევნილი მოქალაქე, სოციალურად დაუცველებს მიეცით ეს არასია. 200 ლარიანი ბუნებრივია ეს სოციალურად დაუცველებს დარჩება მაინც, მაგრამ ეს თქვა კერძო საკუთრებაში სოციალურად დაუცველებს უამრავი სხვა პროგრამა არის, რომელსაც ეხმარება. მერიიდან არის უკვე ვთქვათ ჯანდაცვის სამინისტროდან, მაგრამ რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ადამიანი რომელიც მიბმული არის ბინაზე, რომელსაც ვერც გაყიდის, ვერც დატოვებს, იმიტომ რომ მისი არ არის, არც არემონტებს, იმიტომ რომ არ იცის მისი არის, თორემ გეუბნება რომ შენ იაკი ბატონო, შენ მოუარე და ეს საკუთრების გნობა, რაღაცა მოულას და მზრუნველობის გნობა და გავაჩინოთ და რაღაცნაირად ეგ უფრო სწორი გზა არის იმისთვის, რომ თან ადამიანები გახდნენ უფრო აქტიურები და აქტიურები იმაში კი არა რომ მოვიდეს და მაინც სამინისტროსთან იდგეს საათობით, არამედ აქტიურები იმაში, რომ რაღაცა საზოგადოებაში უფრო მეტად ჩაერთოს და ვფიქრობ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის. მართლა მნიშვნელოვანია. ამ სეზარ ეხლა მოდი კომპლექსურად ვისაუბროთ სამინისტროს გამოწვევებზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პრობლემები გაქვს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თუ არა ვსწრები პერიფერიებში, სხვადასხვა რაიონულ ქალაქებშიც არიან და ზოგადი ტენდენციები ეგება ერთად განვიხილოთ და რეკლამის შემდგომ დაახლოებით 10-12 წუთის შემდეგ მეგება მაყურებლების კონკრეტულ შეკითხვებზე ვისაუბროთ. სხვაგან რა ხდება, ფორცე იყო, ახლა მე ვიცი რომ იქ სადავო იყო ზოგიერთი ის რა ქვია დევნილს რაღაც უცნაური ის ქონდა პრეტენზიები და რაღაცები, ზოგი ფეხი წამოსულა. იქ ფოჩი რო შეხედა პატარა მიკროქალაქია ამ დევნილებს. მე საერთოდ წინააღმდეგი ვიყავი თავიდანვე იქ რო გააშენეს ეს, მაგრამ რადგან გაკეთდა და რადგან დაამთავრეთ, კარგი საქმე გაკეთდა. აი ფორმულა რაღაცა უნდა გამოინახოს. დაარწმუნოთ, ვინც მართლები არ არის. კი ბატონო. პირველი ხა როცა რადგან ქალაქებზე ჩამოვარდა პრაქტიკულად თელ საქართველოში არიან დევნილები, მაგრამ არის რამდენიმე განსაკუთრებით კომპაქტური ჩასახლებები არის და სადაც შეიძლება ითქვას ყველაზე გაჭირებულ მდგომარეობაში არიან. გამოვყოფთ მაგალითად ესეც ზუგდიდს გამოვყოფთ, წყალტუბო, თბილისში არის ყველაზე დიდი რაოდენობა, ქუთაისი, გორში იმდენი არ არის, მაგრამ გორში არის რამდენიმე ობიექტი, სადაც უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ და 24 წელი ეს ადამიანები ასე არიან. ფოთი ერთ-ერთი მათგანია, ბათუმშიც გარკვეული რაოდენობა ხა იმდენი არა, მაგრამ მაინც ესეთი საკითხები არის და ჩვენ ვცდილობთ რომ კომპლექსურად მივუდგეთ და ყველგან რაღაცა თემები დავძრათ. მაგალითად ზუგდიდში აი წლის ბოლოსთვის 320 ოჯახი მიიღებს საახალწლო შემთხვევაში უნდა მიიღოს ბინები და პარალელურად უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი
მშენებლობების დაპროექტებაზე პირველ რიგში და უკვე ეს მშენებლობები უკვე მომავალი წლის როგორც კი ამინდები მოგცემ საშუალებას წლის დასაწყისში უნდა დავიწყოთ ახალი მშენებლობები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ხა ზუგი დიდი გამოვყავ, იმიტომ რომ მართლა ყველაზე დიდი კონცენტრაცია ადევნილების ერთ-ერთი 80,000-მდეა მგონია. 13,000 ოჯახი არის, რომელსაც დაახლოებით სჭირდება ბინა ზუგდიდში. შეიძლება ყველა გაჭირებული ბუნებრივი არ არის მეტნაკლებად, მაგრამ ზოგიერთი მართლა უკიდურეს მდგომარეობაში არის. ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვინც არიან, ისინი მიიღებენ ეხლა სწორედ ბინებს. ეხლა უკიდურეს გაჭირებაზე ვისაუბრე და ხშირად არის პრეტენზიები ხოლმე, რომ თქვათ ვიღაცა ამბობს, რომ მე უფრო მეკუთვნო და მე ნაკლებად მეკუთვნო. ეს რა ძირითადში ყველგან სადაა. ადრე იგივე ნაციონალური მოძრაობის დროს საერთოდაც ერთი ადამიანი წყვეტდა ვისთვის მიეცავა ვისთვის არა და ეს არა მხოლოდ ინდივიდუალური იყო და უკანონო იყო ხშირ შემთხვევაში ფოთზე ველაპარაკებდა პრობლემებს ქმნიდა მაგალითად აასახლეს 11 ოჯახი რომლებიც ცხოვრობდნენ ამ პროლაურში და გადმოასახლეს ფოთში წამოვიდა აფხაზეთიდან 20 წელი ცხოვრა ამ პროლაურში ერთი ერთთანად მუშაობდა მეორე სკოლაში მასწავლებელი იყო მესამე სადღაც დარაჯი იყო ბინებს უცებ აყარეს ესენი და გადაასახლეს ფოთში და თვითონ ფოთელები უამრავი დარჩა უბინაო და ესე მოხდა მთელი საქართველოსთან ეს არის არასწორი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა ჩვენ შევცვალეთ ეს ერთი მეორე რაც დავით დარახოლიძის დროს გაკეთა ძალიან პოზიტიური ცვლილება იყო ის რომ შემოვიდა ობიექტური კრიტერიუმები ეს კრიტერიუმი არის რომ თქვა სიტყვაზე დევნილი არის ადამიანი, დევნილს უკვე ეკუთვნის ბინა, მაგრამ იმის გამო რომ მხოლოდ დევნილი ეს არის ნოლიქულა. ნოლიქულა არ ნიშნავს რომ ბინა არ ეკუთვნის, მას ეკუთვნის, მაგრამ ის თქვა მიიღებს მას შემდეგ, რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფები დაკმაყოფილდებიან. რა განსაზღვრავს ამ მძიმე მდგომარეობაში მყოფს? იქ არის თქვა სოციალურად დაუცველი ხარ თუ არა, დროებით საცხოვრებელი გაქვს თუ არა, ქირით ხარ თუ არა, შესახლებული, რამდენი შვილი გყავს, მცირეწლოვანი თქვათ სახში ხო არა გყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი მარტო ხელობა იგივე თქვათ ომში ამას იცავდნენ ხო? იცავთ ხო ახლა? კი და მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა რომ რაღაცები არის გადასახედი და ახლა მომზადებული გვაქვს უკვე ცვლილებები გავიარეთ იგივე არასამთავრობო ორგანიზაციებთან სახალხო სამსახურთან და თქვათ აი ცვლილებები შეგვაქვს. არა იმიტომ რომ თქვათ თავიდან არასწორი კრიტერიუმები იყო, ხო პრაქტიკა გაჩვენებს. მაგალითად ერთ-ერთი თემა რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი და მტკივნეული აღმოჩნდა მოდის დედა რომელსაც შვილი გარდაეცვალა ომში მეომარებს დედა და ამბობს რომ მე მეკუთვნოდა ბინა. უცებ აღმოჩნდა რომ რადგანაც ახალ ჩვენმა მთავრობამ 500 ლარი დაუნიშნა ომში მოკლული შვილის დედას, ოჯახს და თქვათ პირველი იანვრიდან გაიცადა 1000 ლარი გახდება ეს. უკვე გამიგაფაში შემოსავალი გამიჩნდა შემოსავალი და ფულად ამაგდა და ეხლა რა არჩევანი რა მაქვს რომ შვილის გამო დახმარებას რო ვიღებ ის არ ვიყო თუ ბინა ვიყო და უნებრივია რომ აი ეს შევცვალეთ მაგალითად და ნუ ჯერ არ შემოწლია მაგრამ მომზადებულია და უახლოეს პერიოდში უკვე შევცვლით და მომავალში ბინები რაც დარიგდება ისე რომ აი ეს კრიტერიუმი არ იქნება გათვალისწინებული. რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა სხვათა შორის ვეტერანთა დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან და ზუსტად ის თემები რომელიც მან მოიტანა ბევრი მათგანი ჩვენთანაც ნაფიქრი იყო და რაღაც ერთმანეთს დაემთხვა ხედვები ამ შემთხვევაში რომ თქვათ ქულები რომელიცაც ნაომარი თქვათ ომში დაჭრილი ან გარდაცვლილის ოჯახში წევრს ეხება უფრო გავზარდეთ თქვათ და თქვათ რაღაცა ცოტა მეტი უპირატესობა ექნება ნაომარ ომში დაღუპულის ოჯახის წევრებს ომში დაღუპულში გულისხმობა სწორედ ისინი ვინც იბრძოდნენ ან ვეტერანები და აი ესეთი დეწილმანებია რომელსაც ვითვალისწინებ. ეხლა იგივე ფოთის თემას რომ მივუბრუნდეთ ეხლა ბევრი ვილაპარაკეთ ამ თემაზე და აღარ მინდა ბევრი ეხლა იქ სამი ქალბატონიდან ერთ-ერთი უბრალოდ ჩვეულებრივი აქტივისტია ნაციონალური მოძრაობის არანაირი შეხება დევნილებთან არა აქვს და სხვა შემთხვევებთანშიც გარკვეული დასაბუთება შეგვიძლია რატო ვერ მიიღეს მათ ბინა, მაგრამ ამ შემთხვევაში ამას აღარ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ მაინც ჩავერთვით ჩვენთან სახელმწიფო ჩვენ შიდა აუდიტი ან გენერალური ინსპექცია არ ფია ჩვენთან, მაგრამ დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებს. შეისწავლიან კიდევ ერთხელ და თუ დარღვევა გამოჩნდა, რა თქმა უნდა ამაზე რეაგირება იქნება. ზოგადად როცა 280 ადამიანზე არიგებ ბინას შესაძლებელია რომ რაღაცა შეეშალოს ვინმეს. ეხლა ამ შემთხვევაში ეს ჩემამდე მოხდა ამ ბინების დარიგება
განაწილება უბრალოდ ჩვენ გადავეცით გასაღებები მაგ განაწილება ჩემამდე იყო მაგრამ და ჩვიდება პასუხისმგებლობას იმიტომ რომ ერთი სამინისტრო ერთი უწყება თუ შეცდომა იქნა გამოსწორებაზე ქვემდებარება თუ რავინმეს დარღვევა გამოვლინდა ბუნებრივია ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება და ეს ისეთი თემებია რასაც არასდროს არავის არ უპატიებ აი ეს არის იგივე შენ არ დამთავრე ჩემო სოზარემდე იმას ვეტერანებთან შეხვედრის შემდგომ რაღაც ფორმულა შეიმუშავეთ მე თუმცა ერენეს ვეტერანები მე რაც ვიცი აპროტესტებენ რომ ის შეწევნა მე მგონი რაღაც სხვა მისამართიდან უნდა მიიღონ რაღაც ამდაგვარი და რას აპირებთ აი ეხლა რა მდგომარეობა ეხლა ეს შეწევნა მე არ ვიცი რაღაცას ითხოვე რომ აი მე რა გეტყვით რას პირველი თუ კი ადამიანი დაიღუპა ომში მეომარი და ვეტერანებზე მაქვს ხო და ახლა ვეტერანებზე უბრალოდ ქულები გავზარდეთ თქვა სიტყვაზე გავზარდეთ თანაბარი პირობებში ვეტერანს აქამდე ქონდა თქვა 0.5 ქულით უპირატესობა რაც იქნება 1.5 ქულით უპირატესობა და ეს მას ძალიან მაღალ შანსს აძლევს რომ უფრო მალე დაკმაყოფილდეს და დაუფასდება ქულებით და ახლა ესე იგი მათ დაუფასდება ნამდვილად ეს შრომა და მეორე ასევე ხო ოღონდ აი ბავშვები ხულა თბილისში ცხოვრობთ როდის მოგცემენ ბინას ოჯახები რომლებიც ცხოვრობენ გრევად ობიექტებში რომელიც შეიძლება დღეს ყოველ ჩამოინგრეს მაგალითად ესეთი არის ჩემი ადგილი იყო რამდენიმე წლის წინ და მე არაერთხელ ვარ დამყოფი როცა სახალხო დამცველი ვიყავი აეროპორტის დასახლებაში თქვა აი აქ არის რამდენიმე ეგეთი ობიექტი არის თბილისში სადაც რომლებსაც პირველ რიგში მოხდება მათი დაკმაყოფილება ეხლა როდის ეს ინფორმაციები ინტერნეტში გაქვთ ყველაფერი, აი რაღაც ნუსხები და აი პირველი რიგის სცენი, რომ აი გავუადვილდეს ხალხს, ეგ გაქვთ, მე როგორც ვიცი გაქვთ, არა ინტერნეტში. ალბათ არის ახლა ყველაფერი ვიცი რომ გაქვთ, მაგრამ ძირითადად ეს ინფორმაციები ბუნებრივია და ყოველდღურად ხდება ამ ინფორმაციების განახლება. ეხლა როდის რო გავცეთ პასუხი მშენებლობა მოგეხსენება ესეთი თემა არ არის რომ ერთდღეს დაიწყო მშენებლობა და ქალაქი ააშენო მით უმეტეს თუმცა ბიუჯეტი ამის დიდ საშუალებას არ გაძლევს მაგრამ ჩვენ ახლა ვაკეთებთ ესეთ რამეს რომ პრაქტიკულად გამოვაცხადეთ ჯერ კონკურსი ბოლომდე არ გამოგვიცხადებია მაგრამ მალე გამოვაცხადებთ კონკურსს ვთქვათ ამისთვის მთავრობაზე ერთხელ გქონდა გატანილი და იქ გარკვეული დახვეწას საჭიროებდა და ამიტომ დავაბრუნეთ და მალე გავა იწყებთ ბინების შესყიდვას მენაშენეებისგან, მათ შორის აი თბილისის ზღვაზე, სადაც ჩინელები აშენებენ ოლიმპიურ ქალაქს. ის კარგია იმითი, რომ იქვე დასაქმების საშუალებები ექნებათ ადამიანებს. ესე მთელ თბილისში ვაცხადებთ ტენდერს, ვინც მოგვაწვდის დაჩქარებული ტემპით ბინებს და თან შესაბამის ფასში, მათგან ვიყიდით და უამრავი ადამიანი ეს არ იქნება, რომ ვიწყებთ მშენებლობას და 2 წელიწადში დავამთავრებთ და 2 წელიწადში ვიღაცა მიიღებს. თორემ მიიღებს დეკემბერში, იანვარში, ფებრუარში, მუდმივად იქნება, ეს იქნება მუდმივი პროცესი. პლუს დავიწყეთ გამოსყიდვა ძალიან დაჩქარებული ტემპით იმ შენობების, რომლებიც დაკავებული აქვთ დევნილებს და სადაც გამოსყიდვის შესაძლებლობა არსებობს და სადაც გონივრულ ფასზე მოლაპარაკება არის შესაძლებელი. ერთ თემას ვიტყვი უბრალოდ დავაანონსებ ჯერ ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ წლების განმავლობაში პრობლემა რომელიც აი ესეთი ერთმა წინვაღნა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვეტა და არ გადაწყვეტა ეს არის ნუცუბიძის 53. ეს არის შენობა სადაც თავის დროზე ჩასახლდნენ დევნილები, მიტოვებულია დაუმთავრებელი შენობა თვითონ ააშენეს, თვითონ გაარემონტეს, მაგრამ ამ ოთახებს ყავთ, ამ ბინებს ყავთ მეპატრონეები. ეხლა დევნილებიც ამბობენ, რომ ჩვენ ამდენი ფული დავხარჯეთ და ამდენი წელი ვცხოვრობთ, იმათაც აქვს თავისი მართლა, რომ რას ხარჯავდი ამ ფულს, ჩემი ბინა იყო და მე თვითონ დავხარჯავდი და აქ მოუნახეთ ისეთი გამოსავალი, რომ ვინც ამოვა ამ მოლაპარაკებაზე, ყველა იქნება კმაყოფილი და ვინც არ წამოვა და ვინც არ დამთავრდება სამინისტროს წინადადებებს, იმათ მე ერთმანეთთან არ გვეც საქმე ჩვენ აღარ ჩავერევით და არ ამგონია რომ მათთვის მომგებიანი იყოს ერთმანეთთან საქმის გარკვევა. აი ესეთი არის ის მიდგომები, რომელთაც და ეს ერთი მაგალითი მოვიყვანე, მაგრამ ესეთი მიდგომა გვაქვს ძალიან ბევრი მსგავსი. ეგ მანდას სოზარ რეკლამაზე უნდა გავიდეთ აეროპორტის დასახლებაზე. წეღანი ლაპარაკა სოზარმა თავად აღიარეს ბატონი სოზარი გაუტანელი პირობებია, ნაშველია, ნაფიქრალია და პირველ რიგში თქვენ მიიღებთ. ძალიან ბევრი SMS-ები მოდის სოზარ, მე ვეცდები რომ შესვენების დროს გიკარნახო და რეკლამაზე გავუდგოთ ცოტა ესეთი თემა არის ხოლმე რომ
თემა გვაქვს რაღაცა დღის წესრიგში პირველ რიგში მისულია ჩემი მოადგილე მისულია რამე დავათვალიერებთ რაღაცა ვეუბნებით რომ გადაწყვეტილი არის პრაქტიკულად ეხა დროის საკითხია ხა უცებ ფინანს ვერ გააჩენ მაგრამ ერთ-ერთი პირველები ხართ ამდენიმე დღეში იწყება მაინც-ამაინც თემა აი კონკრეტულად ამ აეროპორტზე სიუჟეტების კეთება თითქოს რაღაც გაუცაძვის 20 წელი რო იქ არ მისულა სამართლის წარმომადგენელი და მაგალითად პირი და უცებ მივიდივარ და ვეუბნებ რომ გადავდო მაშინ იწყება ხმაური პრესაში რომ რა ხდება რა გაუსაძლის წესი არიან და რატო არ აქცევთ ყურადღებას და ზუსტად ერთი კვირითად რომ ჩემი მოადგილე შოთა არახვიაშვილი იყო მისული რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დეტალურად შეისწავლეს ყველაფერი და დღის წესრიგში იყო ჩასმული და ეხლა ზოგჯერ ესეთი ზედმეტი აჟიოტაჟებით გასაგებია სწორი აჟიოტაჟებით მოსწრება რომელიც მედია საშუალება გააკეთებდა ყველა ხვდებით მოდი რეკლამაზე გავიდეთ ზუსტად და მე ყველას ხავთ და ჩვენი ნომერი ბევრი მაინცი და დარეკე და თუგი რაიმე კონკრეტული და ლაკონური SMS-ები გამოგზავნეთ რომ მოკლე პასუხი მიიღოთ რეკლამა ხალხო ეხარე დაგებრუნდებით